რიგში დიდი მადლობა ადვოკატებს, მოწვიფასეს ადამიანებს, უმაღლეს პროფესიონალებს. ამ სეზონობაში ასე გვიცავდით, ასე თქვენ პრობლემად გაიხადეთ ჩვენი პრობლემა, რასაც გვცნობ, ასე გულით დაგვიდექით გვერდში. მადლობა საზოგადოებას, რომლის გარეშეც ალბათ აქამდე ასე ვერ მივიდოდით. მადლობა პროკურატურას, რომ ეს უნიკალური ადამიანები გამაცნო და მადლობა, რომ გამოცნო საკუთარი თავი. და მასწავლა როგორია თავისუფლების ბრძოლა. და საკმაოდ ადრეულ ასაკში. ამან ერთი ვარ გამზარდა და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა. ჩემი ამბავი გამიოს ხმის დაიწყო, მაგრამ თავი ის არის, როდის გამიშვა პირველად პროტესტი ექსკლუბა. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასამოსახლებელი პერიოდი. მოხდა ისე, რომ რაღაცნაირად ქართული ოცნების ახალგაზრდობაში აღმოჩნდი. იქნებ მესწავლა, რომ როდესაც ადამიანი იბადება თავისუფლად დაკავდება სრულფასოვანი ქალაქი, მას აქვს ვალდებულება დაიცვას საკუთარი უფლებები და გქონდა შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია. ერთადერთი ავტომატიური შეხედვით სახელობის სამწუხაროა არის ის, რომ ვისწავლეთ, როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. მაგალითად, საქართველოს წევრები და არა მხოლოდ რომელსაც გულისდიურად იქ ყოფილი ახალგაზრდების ბიბლიოთეკების პედაგოგების ანახვასა. და სხვა წარმომადგენლობა, რომელსაც ერთი სული ჰქონდათ, იქნებ რომელიმე ჩვენთაგანი სულების გამხდარება არჩევნებამდე, რომ უბუნზიანობებზე სამსამჯერ მიეცათ ხმები. 2024 წელი უზავნა ნოემბერი პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის 78 მოხდან, ჩვენი წინაპრების მონოპოლს და უარყოფს ჩვენი წინაპრების მონოპოლსა და ქართული ხალხის ნებას. რა თქმა უნდა, სხვანაირად არჩევნებზე რომელასე ხმა არ ამოაღებინა და არ გამომეხატა ის პროტესტი, რომელიც ჩემში გაჩნდა. რა თქმა უნდა, შინაგანი პროტესტი გამომხატებოდა რომელიმე კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით და არც წებოდა მას. ის ამოხებაებდნენ აგრეთვე ინიციალების მხრიდან შეუწყებას აგრესიას დაავადებას ჰქონდა ადგილი. ჩემი წესით ასეა, რომ პროკურატურას და სასამართლოს ობიექტური სიმართლის აღდგენის ცენტრად უნდა ქონდეს мотивация იმისა, რომ ადამიანებში რაღაცნაირად გააჩნდეს დობა. დობა იმისა, რომ შეუძლოთ შეეძლოთ ამ ინსტიტუტების ინსტიტუტთან თანამშრომლობა და შევედით, რომ მათ შეუძლიათ აქ სიმართლის პოვნა. ამ ყოველთვის შემდეგ ეჭვმენ დაგუშინებული გადაწყვეტილების და სხვა გადაწყვეტილებების შემდეგ ეჭვმენ პარება, რომ ეს მოახერხო. რადგან ვუყურებ ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, შემდეგაც სულ ადამიანებს და მას ახალ ხედავ ხიმის ამ სხვადასხვაობაში ხიმის იმის გამო ვითაც რასაც გვედავება პროკურატურა. ამ განმავლობაში კარგად გამოჩნდა ჩამდები ხელისუფლების და უღირსი უყარწითელა პოლიციელების, მილიციელების სახით. მეორე არიან ადამიანები, რომლებიც უკეთესი ადამიანის გეორგი ახუბაძის განთავისუფლებას საერთო ზეიმად აქციეს. სიას პატიმრობა კი საერთო გულისკენის მიზეზი გახდა. და ახლა თქვენ დგასაჯეთ, რომელიც ხარია ნათელი და სამართლიანი ბატონისმოქმედი. იმდენად დარწმუნებული ვარ დანაშაულებაში, როგორც მაშინ აქციების პირველ დღეებში, როდესაც ვიცოდი, რომ შკოდებით რაღაცები თვალთვალებულს პოლიციის თანამშრომლებით არ ვიცოდნენ, სახლთან, ქუჩაში დამხობდნენ და ასე შემდეგ. ცდილობდნენ, რომ ტელეფონის არის მეშვეობით რაცა ქალბატონებს არ ეკიდებდნენ და მოეთხოვებდნენ რაღაც რომ აი შენი ტელეფონი ვიპოვეთ
ტელეფონი გაუწევს თავაზე, რომელსაც შენ ნომერი ეწერა უკან და იქნებ წაიღო და ასეთი სასურველებით. მაგრამ მაინც ვარაუდობდი აქციაზე, რა თქმა უნდა, სიარულს, რადგან ვიცოდით და დაწუნებული ვიყავი, რომ არანაირად არ ჩავიდენდი რაღაც ისეთ, რაც მათ საბრძოლოს მიცემდა, რომ მე გავისამართლებინით და არ მქონია ჩადენილი. ამიტომ მიუხედავად ეს ვიცოდი და ამას ჩემს მეგობრებთანაც კი ვწერდი ჩატებში, რომ აი ესე და ასე ხდება, არსად მიმოვიდნენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არაფერი დამიშავებია და რომც დამიშავებინა არ ვაპირებდი პასუხისმგებლობას გავქცევდი. დაკავების ხმის, როდესაც გავედი რათა ჩემი შეკვეთა მომიარო, ციხში ჩასაფრებული უფორმო ადამიანები შევიშთი, რომლებიც ძალიან უნიჭოდ მიეფხნენ მანქანებს. და მივდივართ მომაკითხეს. მომხდარ მათგანს განვაგრძე და შემოგაწეული მიღებული მათ. უცხოელი მხრიდან 10-მდე პოლიციელი გამოჩნდა. შემოჭეს და როდესაც ვკითხე, ვინ იყო და ეს საკავები, მათ განმარტეს შემდეგი, რომ თუ მოედანში ვიღაცები მანქანებს ეხავენ და უნდა გადამოწმოთ მეხმარიყავი ისპელი. ვიფიქრე, ჩემი აქციებზე აქტიურობის სოციალურ აქტიურობის გამო ხდებოდა ის და აპირებდნენ რაღაც შეთეთქმული ბრალით დავეკავებინით. მაგრამ ამ დროს რომელიც ბატონებმა წარმოადგენს და ერთად გვასამართლებთ დღეს, ვერც კი წარმოადგენთ. შემდეგ როცა გადმოსაკენია ის პიროვნული ესეცებდნენ, მაგრამ ჩამიტარეთ ხრეკა და მიბრძანეს სახელმწიფო მედიტებინა. ხალხური შემოგვინა არ მოიწონათ ადგილობრივი და სადამაში ცხოვრება არის ასეთ კითხვის. და ამ ქვეყანაში რომ სტუდენტებს სადამაში უწევთ ცხოვრება, სწორედ ეს რომ არის შესაძლებელი, ერთ-ერთი მიზეზია ეს გამოწვდები აქციებზე. შემდეგ როდესაც მიაგებული სახე ამირიეს კატაშევიშინოს და ჩემი ნაგებობიც მიერთოს შეთავაზე და დათარგე. მიყოლოს ევროკავშირის დროში. ამაზე შემდეგ აქცია მოხდეს, რომ ესაკუნიაო, ეგეც კითხეს ამის შემდეგ მოგეს კითხეს და ამის შემდეგ იყო კითხვა თქვენ სადაც მოუწევი რაღაც უპასუხე რომ ამ კონდა და ამაზე მოგეს რომ ალბათ შემოგაიდოდება თემოდაც მაგას შემოგაიდოდება რომ შემოგაიდოდება არაფერი იქნებოდა და მინდა თეორიულად პატონის ტელეფონი მისი პინკოდით გადავეცი ხოლმე და ის ხოლმე კონტაქტებს შევამოწმებო და დაიწყო სადღაც ინსტაგრამის და ფეისბუქ ჩატების თვალიერება და სკროლა. მე შეჩნიეს ინსტაგრამზე ჩემი აქციების ფოტოები და ორივე გაცნობიერებად ეს შინაური გამოვიყო. ამასთანავე ჩხება ყველაფერი ხელმოაწերը ანაიცნებდება აღმოჩნდა და ანალის სხვა თანხმობის თეატრები ამაშიფრიდან მანქანა შეთავსება სადესო იქნება ცნობად ქნევინოთო და ხახო ბიჭოთ ქნევინოთო აქცხვებო მაგრამ ის იმასაც იტყუთა შემდეგო პოლიცია ქცნისა და ხო აქცინთო და მადლობა გადაუხელე მადლობა მათ რო არცინეს განყოფილებაში ერთი სოციალური მამაკაცი იყო რომელსაც ის თანამშრომლები შესაძლოა რომ მოდესაც ქრისტიანი გაიფარებოდი სმოხლით დაუჯერთო მოვიჭდა ამაცხრენ ხალისთან თქვა ისე კითხები სექსუალური ხომალება უპასუხო რომ არა აშკარა იყო წინა და მოკნე არა მე ვარო და შეცხომა ხარ მაინტერესებდა უბრალოდ ხო ის პირველ პროცესში შემდგომაც კი დაწუნებული პრობლემები მოხდა და უცხოური და 2018 წლამდე დაუჩებოდი ციხეში
მათ ვინც თავი საყოლიო ბიჭების ნაოდად მოძრაობ დეპარტამენტად განაცდის რადგანაც ერთ-ერთი პოლიციელი მიკითხებოდა მოსაუბრდა ხალხის სიკვდილზე თქოდა უთხრა ჩემი ორგანიზაცია რომლებიც შემოწმეს აუდიტ გრინ აქციებზე და ამ ექიმებს აკეთებდა კანონატოჯი ექიმია ფსიქოლოგის სპეციალისტი და შემდგომ ეს ექიმებაზე ეს არის განათლება ფსიქოლოგიის დაგდებული ციხესაკენ მოხაზოდესაც სასხლთან გააჩერდა მკითხეს კლუბი ხინდაო იქ ისეთებს შეჭამა ციხესია ვიქრაათა შეშინათ მეთქინდა ამას უბრალოდ ხმობები ცოცხლ და საკონზულტო შეიძლება იყოს ძალიან სიხის ხედი სხვადასხვა შეებენ განსაკუთრებით ხედი და სიტყვები შეხედება ეს პრეზიდენტ შემოსწორდა რომ ჩაყალოს თავს ვერ დაახტევა ეხლა ისე რაციონალიზმის კონდაკტ იყო ის რომ დაუბრუნოს ოყურები მანქანაში და ამდენად ერთად გადის ყველაფერი და შესაძლოა ასე ხო ეს არაფერია ყველაფერი არ დაიწყო და ახაც გრძელდება დიდი იმედია რომ მეთოდოს კუშინდელი განაჩენს დაიქმნეს რა რომ დადებითი შეძლება მოხდეს რადგან დიდი ხანია დასამწუხაროდ დაკარგულების ინსტიტუციების დობა და მონაწილეა ბოჯერ და მისაუბრა მეგობრებთან მეტა რომელი ყოფილი ისეთი სასამართლო Idan edagat uzatılmış შეიძლება დაწუნებული ევროპის სახელმწიფოები იქნება კიდეც ესეთი. ხო, გისურვებთ კონკრეტულად განმეორება ისა რომ მე არ მეშინია რომ დიდი ხნის შესაძლოა ციხეში გავატარო, დიდი ხნის ციხეში გავატარო, მეშინია ის რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა აღმოჩნდეს ეს სიტუაციაში, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი და დიდი ხანი მომდება დასჭირდება. და რაც ის უნდა ჩემი შვილებმა და შვილიშვილებმა ამაზე სამშაბათ ამბობენ, მაგრამ მაფიქრებენ არ მოუწიოთ ჩემსაუბრ ცხოველთა ციხეში უკანონო წლების გატანება.